მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, პირველ რიგში მადლობას გიხდით იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც ჩემს მიმართ იჩენთ და ასევე მადლობას გიხდით მოთმინებისთვის. ბევრი თქვენგანი მწერდა, როდის იქნება საჯარო გაშლა და როდის გავაგრძელებდი ინდივიდუალურ კონსულტაციებზე მიღებას. განახლებულია როგორც საჯარო გაშლები, ისე ინდივიდუალური კონსულტაციები და ინფორმაციას დავტოვებ აღწერაში. ეხლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ნოემბრის თვის ტაროლოგიური პროგნოზი, სადაც გვექნება 3 ვარიანტი. პირველი ვარიანტი არის მალაქიტის მინერალი, მეორე ვარიანტი არის კვამლიანი კვარცი და მესამე ვარიანტი არის სოდალიტის მინერალი. შეგიძლიათ რომ კომფორტულად მოეწყოთ, კონცენტრაცია მოახდინოთ თქვენ სუნთქვაზე, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. დახუჭეთ თვალები და თვალის გახელისას, რომელ ვარიანტსაც მოხვდება თქვენი თვალი პირველი, შესაძლოა რომ ის იყოს თქვენთვის რეზონირებადი ვარიანტი. მაშასა პირველი ვარიანტი ნოემბრისთვის ტაროლოგიური პროგნოზი, ზოგადი პროგნოზი პირველი ვარიანტისთვის. ფინანსები, სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობა და რჩევა და თვის მინერალი ბოლოს გავხსნი ამ კარტებს. ესე იგი, რაც შეეხება ზოგად მიმოხილვას თვისას, შესაძლოა აქ იყოს რაღაცა დამატებითი ფაქტორი, შესაძლოა თქვენსა და პარტნიორს შორის, აქ ჩანს მეუღლე, სადაც შესაძლოა იყოს მესამე ფაქტორი, ან თქვენ მხარეს, ან მის მხარეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბრაზი. თუმცა ამ ყველაფერს ძალიან მარტივად მოაგვარებთ და საბოლოო ჯამში საქმე გექნებათ, ესე იგი, საზეიმოდ და აღნიშნისთვის. რაც შეეხება ესე იგი ფინანსურ მდგომარეობას, აქ რაღაცა მოლოდინის რეჟიმში იქნებით, შესაძლოა ამჟამად თქვენი ფინანსური მდგომარეობა არც ისე სახარბიელო იყოს და მოლოდინის რეჟიმში იქნებით. შესაძლოა დაგეხმაროთ წყლის ნიშანი ქალი, ან წყლის ნიშნის გავლენით, რომელიც არის მოსიყვარულე, თბილი. და აქ მოხდეს ისეთი კავშირი, სადაც ის შემოგთავაზებთ რაიმე სახის თანამშრომლობას, რის სანაცვლოდაც თქვენ მიიღებთ დამატებით ფინანსებს და აქ იქნება ენერგიები დაბალანსებული. გაგეხმარებათ მოკლედ ვიღაც ადამიანი. დიდი ალბათობით ეს არის ქალბატონი, ძალიან ისეთი რბილი, მოსიყვარულე და კეთილი ბუნებით. რაც შეეხება სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობას, აქ შესაძლოა ვიღაც ადამიანი ფიქრობდეს შერიგებაზე, აქ ძალიან დიდ ტვირთს ატარებდეს და ძალიან უჭირდეს თქვენს გარეშე ყოფნა. აქ შესაძლოა ეს ფიქრის დონეზევე დარჩეს, რადგან ნაბიჯები არ იქნება გადადგმული რაღაცნაირად ესეთი ენერგია თითქოს შიგნით ცდილობს ამ ყველაფრის მოგვარებას, რა შეიძლება კონფლიქტიც არის თქვენს შორის. რაც შეეხება ახლა რჩევას თვის განმავლობაში, ესეთი დიქსიტის კარტებს ვიყენებ. პირველი და მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ თქვენ რომ მიაღწიოთ და თითქოს ეს რთული პერიოდი
მარტივად გადაიტანოთ და გვირაბის ბოლოს გამოჩნდეს სინათლე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოაწესრიგოთ თქვენი სივრცე. მოაწესრიგოთ სივრცე, სადაც ცხოვრობთ, დაალაგოთ, ესე იგი, ეს სივრცე კარგად, როგორც ფიზიკურად, ისე ენერგეტიკულად, სურნელოვანი ჭხირებით, მინერალებით, მომღერალი თასით და ასე შემდეგ. დაალაგოთ ასევე თქვენი გარდერობი და რაც ზედმეტია მოაშოროთ თქვენი სივრციდან და საქმეების მიმართულებითაც გაფილტროთ და რაც დიდი ხნის განმავლობაში არის ჰაერში ჩამოკიდებული საქმეები, რაც ხარჯავს თქვენს ენერგიას, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს არ გაძლევთ, აი ესეთი საქმეები დაასრულოთ. ეს თითქოს რაღაცნაირად შემოიტანს ახალ ენერგიას თქვენ ცხოვრებაში და აქედან ესეთი მესიჯი არის, რომ თქვენი მფარველები, თქვენი გიდები სულიერი გეხმარებიან, გიყურებენ, შეიძლება თქვენი წინაპრები გეხმარებიან ამ რთულ პერიოდში. რაც შეეხება, ესე იგი, თვის მინერალს, თვის მინერალები არის ჰემატიტი და ქრიზოკოლა. მადლობას გიხდით. ინდივიდუალური კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ის გვერდზე. ყველანაირ ლინკს დავტოვებ აღწერაში. მადლობა და დროებით გემშვიდობებით. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ეს არის კვამლიანი კვარცი, სადაც ახლა განვიხილავთ ზოგადად ნოემბრის ტაროლოგიური პროგნოზი. ფინანსები ამ თვეში. და სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობა. ასევე არის რჩევა და თვის მინერალი. ზოგადი პროგნოზი, რომ თქვათ, აქ შესაძლოა იყოს კომუნიკაცია ადამიანისგან, რომელიც გაკვირდებათ, დიდი ხანია უკვე და უნდა თქვენთან ერთად რაღაცა ახლის წამოწყება. შეიძლება ეს ეხებოდეს საქმიანობას, შეიძლება ეს ეხებოდეს არა მხოლოდ საქმიანობას, არამედ სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობას. შესაძლოა აქ იყოს, თუ ადრე იყო ურთიერთობა, აქ უკვე ოჯახი გაგაცნოთ, ან თუ საქმიან ურთიერთობას ეხება, კოლექტივი გაგაცნოთ და მოკლედ აქ იქნება კომუნიკაცია, რაღაცა ახალი ამბავი ადამიანისგან, რომელიც დიდი ხანია გაკვირდებათ. ფინანსების თვალსაზრისით, რაღაცა დიდი ფინანსები შემოდის, აქ იგრძნობთ ფინანსურ სტაბილურობას, შესაძლოა გქონდეთ ეჭვები და აქ შესაძლოა იყოს ესეთი ფაქტორი, რომ ფინანსების თვალსაზრისით ვიღაცა ცდილობდეს თქვენი ფინანსური კეთილდღეობის და დოვლათის მითვისებას. აქ ფრთხილად იყავით, არ წამოეგოთ რაღაცა ისეთ სქემებს და აფიორას, რამაც შეიძლება მერე რაღაცა მძიმე შედეგები გამოიწვიოს და სანანებელი გაგიხდეთ. ამიტომ აქ თავი შეიკავეთ ისეთი დიდი ფინანსური ინვესტიციებისგან და გადაწყვეტილებებისგან. თქვენი ფინანსები საკმაოდ სტაბილური იქნება თვის განმავლობაში. შეძლებთ დანაზოგის გაკეთებასაც, რაღაცა დიდი ერთიანი ფინანსები შემოდის, რაც გაგხდით, ესე იგი, ძალიან კარგ სამიზნეს ვამპირებისთვის ფინანსური მახინაციების ისეთი ადამიანებისთვის, ვინც ამ მახინაციებს აკეთებენ. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ. რაც შეეხება სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობას, აქ თითქოს გადაწყვეტილების წინაშე იდგებით, რაღაცა შეიძლება შეთავაზება შემოვიდეს. ეს შეთავაზება უნდა აწონდაწონოთ, გაკმაყოფილებთ თუ არა და ამის მერე მოახდინოთ კომუნიკაცია. შესაძლოა
განმარტოვდეთ კიდეც და აქედან გამომდინარე მერე მიიღოთ გადაწყვეტილება. თუმცა შეიძლება არჩევანის წინაშეც იყოთ. რაც შეეხება ახლა რჩევას ნოემბრისთვის განმავლობაში აქ არის ესეთი სიტუაცია, მოკლედ. შესაძლოა თავს მარტოსულად გრძნობდეთ. შესაძლოა ნანობდეთ კიდეც რაღაცა თქვენს გადაწყვეტილებას. თავს განსხვავებულად და გარიყულად გრძნობდეთ საზოგადოებისგან, თუმცა თქვენს გარშემო იქნებიან მეგობრები, რომლებიც დაგეხმარებიან ამ სიტუაციიდან გამოსვლაში. აქ შესაძლოა ადრე რაღაცა პერიოდის წინ იყო მაგიური ჩარევა. ეს მაგიური ჩარევა, ის რაღაცა დეპრესიული ფონი, რაც გქონდათ, ან ჯერ კიდევ გაქვთ, ამ მაგიური ჩარევიდან გამომდინარე იყო. ეს ყველაფერი გაივლის აუცილებლად და ამაში დაგეხმარებიან მეგობრები. ანუ არ მოგერიდოთ დახმარების თხოვნა. რაც შეეხება ახლა თვის მინერალებს, ეს არის მზის ქვა და ეს არის პირიტი. ეს იქნება ნოემბრისთვის თქვენთვის სასურველი და ესეთი სიკეთის მომტანი მინერალები. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ის გვერდზე, ლინკს დავტოვებ აღწერაში. მადლობა და დროებით გემშვიდობებით. რაც შეეხება მესამე ვარიანტს, სოდალიტის მინერალი არის მესამე ვარიანტი და ეხლა ვნახოთ ნოემბრისთვის ტაროლოგიური პროგნოზი, ზოგადი პროგნოზი. ფინანსები და სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობა. ზოგადი პროგნოზი, ესე იგი ორი ისეთი მინერალი ამოვიდა, რომ შესაძლოა რაღაცა საიდუმლო იყოს, რაც ტყუილთან იყოს დაკავშირებული და ეს ინფორმაცია უცაბედად შემოვიდეს თქვენთან და გაიგოთ. მეორე ინტერპრეტაცია რაც შეიძლება იყოს, ეს საიდუმლო შეიძლება იყოს დაკავშირებული მაგიურ ჩარევასთან თქვენზე, რაც შეიძლება შეეხებოდეს მიჯაჭვას კონკრეტულ ადამიანზე. რომ იყოს რაღაცა ემოციური მიჯაჭვულობა, სექსუალური მიჯაჭვულობა და ასე შემდეგ. შეიძლება ეს ინფორმაცია გაიგოთ და აქ მოახდინოთ მოქმედება, გაწმენდა და ესე იგი სიტუაციის გამოსწორება. ეს ინფორმაცია ყოველ შემთხვევაში თქვენთან შემოვა თუ რაიმე ესე იგი ხელოვნური ჩარევაა თქვენზე გაკეთებული მაგიურად. რაც შეეხება ახლა ფინანსებს, აქ თქვენი წინსვლა ესე იგი ძალიან სწრაფად მიდის. ამ თვეშიც სწრაფი წინსვლა გექნებათ ფინანსურად, შესაძლოა მოგიწიოთ მოგზაურობა. აქ შეიძლება იყოს შეთავაზება, უფრო რაღაცა კონტრაქტის თემას გავს, მაგრამ ფინანსურ შედეგს მოიტანს შემდეგ თვეებში. და აქ შეიძლება გაკვირდებოდეთ ვიღაც ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც იყოს ძალიან ხარბი და სურდეს თქვენი ფინანსების მითვისება. თუმცა ეს მას არ გამოუვა. შესაძლოა ეს მაგიური რაღაცა რაც იყო, ფინანსებსაც ეხებოდეს, არ არის გამორიცხული, რომ თქვენი ფინანსების მითვისებაზე იყოს ლაპარაკი. თუმცა აქედან უბრალოდ სიფრთხილე გამოიჩინეთ და გააგრძელეთ განვითარება და აუცილებლად მიმართეთ წმენდას. რაც შეეხება სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებს, აქ ძალიან ბედნიერად იგრძნობთ თავს, ისევე როგორც ემოციურად, ასევე ფინანსური კეთილდღეობა ჩანს. შესაძლოა რაღაცა ახალი შენაძენიც იყოს, თუმცა რაღაცა ისეთი საკითხი გამოვა, რაზეც ნერვიულობდით. შესაძლოა აქ იდგეს საკითხი ბავშვის გაჩენისა, შვილოსნობისა, რაზეც შეიძლება ნერვიულობდეთ და იცოდეთ, რომ ეს საკითხი ძალიან მალე მოგვარდება და შესაძლოა ამ თვეში თუ არა, შემდეგ თვეებში დადგეს კიდეც ორსულობის საკითხი. რაც შეეხება ახლა რჩევას,
რჩევაში ჩანს, რომ რაღაცნაირად მნიშვნელოვანია, რომ დააბალანსოთ თქვენი კონტაქტში მოხვიდეთ თქვენს რეალურ ბუნებასთან. შეიძლება აი რაღაცა რაც გვაქვს საზოგადოებრივი წესები, სადაც ვართ დავარცხნილი, ჩახშობილი ემოციებით და ასე შემდეგ, ამაზე იყოს სამუშაო, რომ თქვათ შეძლოთ თქვენს რეალურ ბუნებასთან ასე ვთქვათ, დაკავშირება. ამაში შეიძლება დაგეხმაროთ ვინმე. არ არის აუცილებელი აგრესიის გამოვლენა, მაგრამ ბრაზს ნუ ჩაახშობთ. ეს ბრაზი რაც შეიძლება იყოს ამ თვეში, იმისთვის რომ შიგნით არ ჩაახშოთ რამაც შეიძლება ისევ თქვენ დაგაზიანოთ, მნიშვნელოვანი იქნება ამ ბრაზის კონკრეტული მიმართულებით მიმართვა და სხეულიდან გამოტანა. ეს შეიძლება მოახერხოთ სპორტით, ბოქსით, სირბილით და სხვადასხვა მიმართულების სპორტით. ამას შეიძლება დაგეხმაროთ ტრენერი, კოუჩი, კონკრეტული მიმართულების სპეციალისტი, თერაპევტი და ასე შემდეგ. აი ამ პროცესებს ძალიან მარტივად დაგალაგებინებთ. რაიმე სახის სპეციალისტი თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე, ვისაც შეიძლება მიმართოთ. ესე იგი, თვის მინერალები არის ოფსიდიანი და ჟადეიტი. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. ინდივიდუალური კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ის გვერდზე, ლინკს დავტოვებ ვიდეოს აღწერაში. მადლობა და დროებით გემშვიდობებით.